თქვენი ჯობია ბატონ პაატას ესაუბრეთ პაატას კი არ ვესაუბრებ მე საგანოს ლაპარაკობ მე პაატას ეხლა რა უნდა ვესაუბრებ მე რომ ნახე ჩემს მოულოდნელი იყო სიმართლე გითხრა არა პრობლემა რა მე არ მგონია რომ ზოგადად პაატას არ მგონია თუ ესეთი პოზიცია არის ეს სასაცილო იყოს ეს არ მგონია დავასრულოთ ეს არ არის სასაცილო თუ ჯერ ერთი ეს ადამიანის ხალხს მაგის სიტყვაზე არ ვიცი თვითონ გააკეთებ შეფასებას და მეორე თუ ის ამას ფიქრობს მე ამას რომ ეს არის სასაცილო პრობლემა რა არის ეს ბატონო აკაკი მე როგორ ვხედავ პრობლემას ადამიანი ფიქრობს სხვა მე მოდი ამაზე საუბარი გავაგრძელებ ეს ამ ადამიანის თვითონ შეაფასებს საკუთარ საკითხებს მე არ მინდა ვიღაცის მორალური ბარომეტრი ვიყო ან არ ვიყო ხო არ დავიწყებ მსჯელობას რამდენად ობიექტურია ან არა ობიექტურია ეს კადრი და არის ჩემი საქმე არ არის არც ერთი არც მეორე მესმის ნავით არც ესე კითხვას არ ვსვამ არც იმაზე არც ამის ობიექტურობაზე მე გეუბნები ერთ რაღაცას რომ კომისია შეთანხმდა ერთსულოვნად იმ გადაწყვეტილებაზე რომ რუსული აგრესია ესო მიიღო გარდაუვალი. კი ბატონო და ამაზე არ იყო ორი აზრი კომისიას. ამაზე არავინ არ გეკამოდა. ამაზე არავინ არ გეკამოდა. ცოტა მისცემ საშუალებას. აი ამ ჩანაწერის ნახვის შემდეგ მე პირადად ცოტა არ იყო უფრო გამიმყარდა ეჭვი იმის თაობაზე, რასაც ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ეს კომისია რეალურად შეიქმნა იმისათვის, რომ დასავლეთ დაანახოს დემოკრატიულობა საქართველოს ხელისუფლების ის რომ ოპოზიცია ხელმძღვანელობს ასეთი კომისიას, ის რომ ყველაფერი განიხილება საჯარო საქართველოს ხელისუფლება არის გამჭვირვალე, როგორც პრეზიდენტმა ბრძანა სამხედროს უცხოელად შუშის კედლებში ცხოვრობს და ის არის გახსნილი ყველაფერთვის. ხომ არ არის ეს ყველაფერი მართლაც დასავლეთის დასანახად გაკეთებული და აი ერთ-ერთ ოპოზიციონერმა ანონსში თქვა, რომ იმისთვის გაკეთა ეს ყველაფერია, რომ აი კარგიამინის კომისია რომ დაიწყეს გამოძიებას, მას უკვე რაღაცა გამზადებული დახდეს ერთი მიმართულებით. რომ ყველაფერი იქითკენ მიმართული რომ საქართველოს ხელისუფლებასაც დაგიჭირა რა დამნაშავე იმაში რაც აგვისტოს მოვლენების დროს მოხდა. არა. ერთადერთი მიზანი ერთად ხელისუფლების ამოძრაობს ეს არის საკუთარი ხალხი. არავითარი ევროპელები ან სხვა პარტნიორები ჩვენთვის არ არის გამსაზღვრელი იმ პოლიტიკასაც ჩვენ ვატარებთ. ნებისმიერი ქმედება, მათ შორის ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გულისხმობს დემოკრატიულ რეფორმას. არის ჩვენი ადამიანებისათვის იმისთვის რომ ისინი ცხოვრობდნენ ნორმალურ სახელმწიფოში. ამიტომ მე არ დავიწყებ ისე და ესე კონკრეტული ადამიანების შეფასებას არც ერთ ოპოზიციაში, არც მეორე ოპოზიციაში, და შეგახსენეთ რომ ოპოზიცია არ გულისხმობს ჩაქუჩების როლას ხალხსახად. ამიტომ ძალიან უგადავიჭერებით ინტრიგანობას არ გულისხმობ პოლიტიკანობაში, როცა რაღაც საკითხები გადასაწყვეტ. მესმის საინტერესო თემაა შეიძლება ჟურნალისტიკისათვის, ზოგიერთი პოლიტიკური წრეებისათვის, მაგრამ მე მგონი ეს არ აინტერესებს ჩვენ მოქალაქეებს, ეხლა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვინ რას იძახის. თავარია შედეგი იყოს ისეთი, რომ საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს ნორმალურად უსაფრთხო გარემოში ძლიერ ქვეყანაში, გაერთიანებულ ქვეყანაში. და ნამდვილად არ აინტერესებს ეხლა რაღაც ფარული კადრები გადაღებულია თუ არ არის გადაღებული და ამ კადრებში ადამიანის რაღაც გარკვეული საფრთხე რომელიც მე არ შედეგი არა არ სხვა კადრებში მე კიდევ და ისე არა არ სხვა რამეში ის საუბარი ვიღაც ამბობს იმას ჩვენ არ ვიძებთ და არ უშეფებს არ შევ მე ჟურნალისტთან ეს არ არის არ სხვა რამეში მოქალაქეების ინტერესი ბოდიში რა ხან კადრებში იმაზე ვისაუბროთ ხმადო ის ძალიან საჭირო ტენდენციაა აქ ჩანს რომ კომისიის თავმჯდომარე ფარულად თუ ასე აფიქროს ავცელებს და ნერგავს აქვს რომ ეს ომი დაიწყო საქართველოს რომ აგრესორი მხარე არის საქართველოს პირდაპირ რაშტარად ჩანს თუ ეს კადრები ახლა ვერ ვაგებ ამ კადრების ესე იგი მასზე რა ქვია ეს არ არის კონტექსტიდან ამოღლეჯილი ამაზე მაგრამ ის რაცა გავიდა ეს ნიშნავს იმას რომ კომისიის თავმჯდომარე წარმოიდგინეთ რომელი კომისიის თავმჯდომარე ფარულად ეწევა ძირგავსა მუშაობა. აი ლენინი არის. ლენინზე ლაპარაკობ. საკუთარი არა, ეპიზოდი მოდიში ლენინზე ლაპარაკობ კი არა. ამას კაცი აჯაროს ლაპარაკობს ეს და თუ მას ეს ამისი არ ჯერა და ამბობს მესმის თუ არა დასაკეთებს ნახა ავცელებს ამას. ეთახმები. ეს არ ძალიან გაშტენებს. ხო ეთახმებით ამას. რა ძალიან კარგი შეფასება გააკეთე. ძალიან კარგი შეფასება გააკეთე. აი რაც მოისმინეთ. ანუ ომი ჩვენ დავიწყეთ, მე გეტყვით პირდაპირ. ის რომ ჩვენ დღეს თუ ჩვენ დღეს დავიმტკიცება, რომ ომი დაიწყო საქართველოს.
ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი მსოფლიოსთვის იქნება ცხადირო, საქართველო არის აგრესორი ქვეყანა და ჩვენგან ქართველებისგან დასაცავი არის სირუროცხოვანი ოსური ეთნოსი. ამიტომ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საკუთარი სახელმწიფო უნდა დავაბეზოთ. ამიტომ მე მინდა ერთი მაგალითი მოგიყვება. რამდენიმე შვილ ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხეს, ის პერიოდი იყო, როდესაც ჩვენ სამოქალაქო მინირობას მიგვაჭდა დაბეჭდება და ეკითხება, რომ მამამ რო რამე დააშვა, პატრონში დარეკავდა, დაუძახე პატრონს, ბავშვმა უპასუხა 6-7 წლის იქნებოდა ჩემი შვარცანაშვილი მაშინ და პასუხა არა. და როგორ რო დააშავოს ჟურნალისტი ეკითხება, რომ არ გამოიძახე პატრონს დაამრაშა, რატო არ გააკეთე მოსდა? ბავშვმა ძალიან გულობდება ბავშვი ხო გუწველია, იმიტომ რომ მამაა ჩემია. მე შევსაბსობოთ ეხლა ამას გინაზე ასა დაგავაბე ეს არის კულტურული მენტალიტეტი არავის არ კულტურული მენტალიტეტი არის ერთი გამასულები ოდიშით რომც იყოს ქართველების დაწყებული ესო მე მინდა გითხრათ რომ ქართველები ოსეთ და აფხაზეთს თავსა დასწნიან მე არ მომშორს ეს ომი დაიწყო მონაწილეობდი და ვიბრძოდი ამ ომში ამ ხოთაშორ მინდა გითხრათ არც აფხაზების და ოსების დაწყებული იყო ეს შემთხვევით არის საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობა ერთადერთი რამე ზრდე ჩვენ საჯაროს ყოველ შემთხვევაში არ გემძვით ეს საკითხია მაგრამ ამას თუ მოაყოლებ იმას რომ აკისბაია პარლამენტში დამლაგებელმა და კიდე ვიღაცამ დაანგრია ეს ქვეყანა დაიწყო საუბარი უკვე არ დაგესახმებ მაგრამ ამას თუ მოყვება უკვე ახლა რატო ეს გამოსათო მე რა იყო ამ ისტორიით მოდი ბატონ კახას კითხა უკაცრავად ძალიან დიდი ხანი არ დამისვა შეკითხოთ ან გასა მაინტერესებს თქვენი აზრი ვერ გავიგე პირადად ბატონი ჯონდისთვის რა იყო აქ მიუღებელი ის რომ კომისიის თავმჯდომარე გულში რასაც ფიქრობს სინამდვილეში იმას არ ამბობს ოფიციალურად ის რომ საერთოდ ამბობს ამას ვინმესთან და აბეზღებს ხელისუფლებას ჩვენთვის ეს არ ყოფილა ეხა ძალიან მოულოდნელი იმიტომ რომ ჩვენ ცნობილი არის ბატონი დავითაიას კერძო საუბრები სხვა დროსაც ეს იმას უთქვია არაერთხელ ხან სატელეფონო საუბარში ჩვენთვის აი მართალი რო გითხრათ უფრო მნიშვნელოვანი იყო ის განცხადება ეხა რაც აქ ბატონმა აკაკიმ გააკეთა რომ მე რა მოხდა არ არის მე რა მოხდა, როდესაც 200 გვერდიან დასკვნას კითხულობენ 2 საათის წინ, რომ ეს იყო ესე იგი რუსეთის აგრესია და ამის თავიდან არიდება არ შეიძლებოდა და მე ეს საათი ეს დასკვნამდე იყო. რა მნიშვნელობა აქვს, ესე იგი ხალხისთვის ეთერში ვამბობთ 200 გვერდს დაიკითხავ ერთ ვერსიას და მე პირასაუბარში ყველაფერი იცის და ვამბობ, რომ არა ეს ისე კი არ იყო, ასეთნაირად იყო. ეს ნიშნავს იმას, რომ ესე იგი არის ერთი დიდი წყვილი რომელსაც ეხლა გვინდა გადავაფაროთ რკინის ფარდა სხვადასხვა კომისიები, რუსთავიორები, რუსთავისამები, ყველა ტელევიზია დავუხროთ, მაგრამ თავისთავად ეს სიმართლე იმდენად დიდია, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ შეუძლებელია ხან ერთ ადგილას გაირღვევა და ერასტი მისცემ ჩვენებას, ხან მეორე ადგილას გაირღვევა და დავითაიას ჩააწერენ სადღაც მიკროფონით, ხან მესამე ადგილას და დიდ ადგილას გაირღვევა, ახლა საერთაშორისო კომისია რო შეიქმნება. თავისთავად ეს არის მანკიერი პრაქტიკა. როგორ არ ნიშნავს ეს არაფერს ჩვენ საუბრობთ აქ ამ კითხვებს სოციალისტებს ეუბნებით რომ პირველად საქართველოში დემოკრატიის ახალი სტანდარტი დავაცეთ ასეთი და ასეთი კომისია შევქმნით და მე არ ვიცი ის პატა დავითაია რა მოტივით ამბობს და ძირგამოცხელ საქმიანობას ეწევა თუ არა მაგრამ როგორც მინიმუმ თაღლითი არის ხო ადამიანი როგორც მინიმუმ სიძახი ბატონო ჯონი ძირგამოცხელ საქმიანობას ვერ დავარქმევი ის უბრალოდ ჟურნალისტს ესაუბრება ნახევრად ოფიციალურად ანუ მე ვერ უწევება ეს მაინტერესებს კრიტიკა მე ძირგამოცხელია ეს ჯონი გამახორე ეს შეფერება ეს არ არის მინდა ჩავდვა ფარულ ძირგამოცხელ საქმიანობას ამხორებ ჩვენ ზორი წედება მე უბრალოდ მინდა ვთქვა რომ ეს არ არის დავითაიას პრობლემა მარტო თავისთავად ეს კომისია როდესაც შეიქმნა იგულისხმებოდა ეს კომისია ხო ამისთვის შეიქმნა რომ იქ შეეყვანათ ადამიანები რომელსაც ყველაფერი იცოდნენ რა მოხდა და მე ამ ადამიანებს უნდა ეთქვა წყვილი და ამ ადამიანებს დარწმუნებდნენ რა თქმა უნდა კიდე მთელი ქართული ხალხის დარწმუნება რომ ეს წყვილი უკეთესია საქართველოსთვის ეს დროს სიმართლე რო ვთქვა რაღაც დაფუჭდება ეს ხო დავითაიას პრობლემა არ არის სინამდვილეში პატა დავითაია არის ერთი პატარა ჩანჩიკი აი ამ საშინელი მანქანისა რაც შექმნა სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ. ამიტომ აი ეს ტრაგიკომედია ახლა რასაც ჩვენ უყურებთ თქვენ ჩანაწერში. ეს არის დღევანდელი ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი პატარა გამოხატულება